15 ნოემბერს სტუდიაში 10 საათზე მოვედით. დავიწყეთ ფსიქოლოგიურ ტესტებზე მუშაობა. საათზე ჩავედით პირველი არხის ეზოში, სადაც ჰქონდა გადაღება. თითოეულ ჟურნალისტს უნდა აგვერჩია ჩვენივე კოლეგა და მისთვის გადაგვეღო 10 საუკეთესო ფოტო. ფოტოები უნდა ყოფილიყო შემდეგი შინაარსის მქონე: იმედი, უიმედობა და მომავალი, ანუ იგივე შთამომავლობა. Formidable! Oh! Formidable! Formidable! Tu étais formidable, j'étais formidable. Nous étions formidables. Formidable. Tu étais formidable, j'étais formidable. Nous étions formidables. სამსაათზე სტუდიაში გვესტუმრეს საერთაშორისო კულტურული საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორი ქალბატონი ირმა ჯანგირაშვილი. მან გაგვაცნო თავისი ორგანიზაცია და მომავალში ინკოგნიტოსთან ერთად აპირებს საინტერესო პროექტების განხორციელებას. რა არის არასამთავრობო ორგანიზაცია? რა თქმა უნდა, თქვენ იცით შემოძვირთვასება, მაგრამ მე მაინც განგიმარტავ. და არასამთავრობო ორგანიზაცია, ანუ იგივე მესამე სექტორი გახლავთ, მოქალაქეთა ნებაყოფლობითი გაერთიანება, საერთო ინტერესებისა და მიზნების საფუძველზე და აი ამ ორგანიზაციის ძირითადი მახასიათებელი გახლავთ მთავრობისგან დამოუკიდებლად ფუნქციონირება, ხო? თუ იცით საქართველოში რამდენი არასამთავრობო ორგანიზაცია შემთხვევით ხომ არ გაქვთ წდომა? ნუ ყოველ შემთხვევაში გეტყვით. დაახლოებით რამდენი? 31. დაახლოებით 10,000-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში. ამერიკის შეერთებულ შტატებში არის 500,000-მდე არასამთავრობო, რუსეთში გახლავთ 300,000-ზე მეტი და აი ინდოეთში საოცარი ციფრია 3 მილიონზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია და აი ახლა ერთ-ერთი ასეთი პირველი ტიპის არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში შექმნა ილია ჭავჭავაძე. და ეს იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. კიდევ ერთხელ ვამბობთ, რა არის ეს არასამთავრობო ორგანიზაცია, ხო? არასამეწარმეო, არაკომერციული, იურიდიული პირი და მის გარშემო ნებაყოფლობით შექმნილი, ასე ვთქვათ, დაჯგუფება. და რომელი არასამთავრობოები ვიცით, ძალიან ბევრი, ხო? უამრავი და უფრო ყველაზე მეტად ცნობილი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამართლიანი არჩევნების საზოგადოება, ევროპულ-ქართული ინსტიტუტი, ასევე მედიის განვითარების ფონდი, შეზღუდული შესაძლებლობის პირთა მქონე არასამთავრობო და მრავალი. ხა ძალიან შორს წავალთ, ამიტომ აღარ შეგაწყენ თავს. კიდევ ერთი რაც ყველაზე მეტად უნდა ვიცოდეთ, რომ აი რა მიმართულებით არსებობენ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები. ძირითადად ეს გახლავთ საქველმოქმედო, სამომსახურეობო, საზოგადო, უფლებამოსილი და კულტურული. აი ეს არის ძირითადად ზოგადი დახასიათება აი ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ქალბატონი ირმა გახლდათ ძალიან საინტერესოდ მოსრობრე პიროვნება და მე მის ლექციებს მომავალში აუცილებლად ვისურვებდი.